სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. გვიახლოვდება დიდი მარხვა და ამიტომ წმინდა ეკლესია, რომელიც გვამზადებს ჩვენ მარხვისთვის და მოგვიწოდებს ღვთივსათნო ცხოვრებისკენ, გვიკითხავს დღეს იგავს სახარებიდან საშინელი სამჟავროს შესახებ. ეს სამჟავრო იქნება საშინელი, ვინაიდან საჯული არის ყოვლის მცოდნე ღმერთი, რომელიც აღწევს ადამიანის სულის სიღრმემდე და მისგან არ დაიფარება ჩვენს მიერ ჩადენილი არც ერთი საქმე, არც ერთი წარმოთქმული სიტყვა, საიდუმლო აზრი თუ გრძნობა. აი ეს ყველაფერი გამოაშკარავდება საშინელ სამჟავროზე, ცხადი გახდება ანგელოზების წინაშე და ადამიანების წინაშე. აი წარმოიდგინეთ, როგორი სირცხვილი დაგვეუფლება ჩვენ და რა შიში და ზრწოლა შეგვიპყრობს უკანასკნელი განაჩენის მოლოდინში. და მაშინ ეტყვის უფალი, ვინც მის მარჯვნივ არის, მოდით კურთხეულნო ჩემი მამისა და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. ასევე ეტყვის, ვინც მისგან მარცხნივ არის, წადით ჩემგან წყეულნო საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვის. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართლები მარადიულ სიცოცხლეში, მარადიულ ნეტარებაში. აი ასე დასრულდება კაცობრიობის ისტორია სახარების მიხედვით. თქვენ როგორც ხედავთ, ამ იგავში თითქოს დავიწყებულია ადამიანთა სხვა საქმეები და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოწყალებას. მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიურ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ. და ეს ბუნებრივია და სამართლიანია, რადგან მოწყალება არის კეთილი ნაყოფი ადამიანის ზნეობრივი ცხოვრების. მოწყალება არის ნაყოფი იმ თავგანწირული სიყვარულის, რომელიც საფუძვლად უნდა ედოს ყოველი ქრისტიანის ცხოვრებას. ამიტომ არც ერთი სათნოება ისი არ ფასობს, როგორც მოწყალება. უფალი ხარობს, როდესაც ჩვენ გული შეგვტკივა გლახაკთა და ღარიბთა გასაჭირის გამო და როდესაც ჩვენ ვიჩენთ თანაგრძნობას, თანალმობას სხვათა უბედურების ჯამს და მწუხარების დროს. წყალობა მნებავს და არა სხვერპლი ეუბნება უფალი ამპარტავან ფარისევლებს. ნეტარ არიან მოწყალენი, რამე თუ ისინი შეწყალებულნი იქნებიან, ამბობს უფალი თაზე წარმოთქმულ ქადაგებაში. და ამ იგავიდან ზოგიერთი არასწორ დასკვნას აკეთებს. აი ვინაიდან აქ მარტო მოწყალებაზეა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული, ესე ფიქრობენ, რომ ქველმოქმედება და ამ იგავში ჩამოთვლილი საქმეები საკმარისია იმისთვის, რომ გავმართლდეთ საშინელ სამჟავროზე. და იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორ სწამს, რამდენად სწორად აღიარებს დოგმატებს, ეკლესიის სწავლებას და ასე შემდეგ. და აი ამაზე შესანიშნავად პასუხობს წმინდა იოანე ოქროპირი. ის ამბობს, რომ როგორც რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე, ასევე საქმეებიც მკვდარია
რწმენის გარეშე. თუ შენ მართებულად აღიარებ დოგმატებს, მაგრამ არ ზრუნავ კეთილ საქმეებზე და შენ ცხოვრებაზე, ეს დოგმატები სარგებელს არ მოგიტანს. და პირიქით, თუ შენ ზრუნავ კეთილი საქმეების კეთებაზე, მოწყალებაზე, მაგრამ მოიკოჭლებ დოგმატებში და უგულებელს ყოფ მათ, ესეც არავითარ სარგებელს არ მოგიტანს. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენი სულიერი სახლი ორივე მხრივ იყოს მყარი. უფალი ამბობს, ვინც მოისმენს ჩემს სიტყვებს და შეასრულებს, იმას ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც თავისი სახლი ააშენა კლდეზე. ეკვეთნენ მას ქარები, მაგრამ ვერაფერი უქნეს. აი ხედავთ, როგორ უნდა უფალს, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება ყოველ მხრივ გამართული იყოს. სიტყვაც ვისმინოთ და შევითვისოთ და საქმეებიც აღვასრულოთ. ხოლო ვინც მხოლოდ ერთ მხარეს აქცევს ყურადღებას და მეორეს უგულებელს ყოფს, იმაზე რას ამბობს უფალი? ვამსგავსო კაცსა უგუნურსა, რომელმაც თავისი სახლი ააშენა ქვიშაზე და ეკვეთა მას ქარიშხალი და მაშინვე წაიქცა. აი რა მნიშვნელობა აქვს ორივე მხრივ ჩვენ სულიერ ცხოვრებას და ღვთის ყოველივე სიტყვას და ეკლესიის სწავლებას, რომელიც ეფუძნება ღვთის სიტყვას, რომ უფალი ამბობს, რომ ვინც არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, ყავს მას გამკითხველი. ყოველი სიტყვა ჩემს მიერ წარმოთქმული განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს. ასე რომ ძვირფასო ძმებო და დებო, მოემზადოთ და ვიფხიზლოთ და ვეცადოთ, რომ ღვთის სიტყვაც შევიმეცნოთ და შევითვისოთ და საქმითაც აღვასრულოთ ის. აი თუ ასე მოვაწყობთ ჩვენ ცხოვრებას, მაშინ ამ მიწიურ ცხოვრებასაც გავივლით უსაფრთხოდ და მარადიული ცხოვრებისთვისაც მოვიმზადებთ დიდ კადნიერებას, რისი ღირსიც გაგხადოს ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თვისითა, მადლითა და კაცთმოყვარებითა, რამე თუ მას მხოლოდ ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სული წმინდით ურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.